დეკუნა, რას ნიშნავს ფსიქოსომატურად ალერგია? ალერგია ნიშნავს განცალკევების, განშორების კონფლიქტს. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვობაში სადღაც მოხდა განშორება, რომელიც ბავშვმა აღიქვა როგორც სამუდამო განშორება. და ამის განცდისას მისმა სხეულმა ჩაიწერა აბსოლუტურად ყველა ის ნივთი ან მოკლედ იწერს სხეული ამ დროს იწერს ყველაფერს, რაც გარშემოა. ტემპერატურა, სეზონი, ნივთები, ადამიანები, საჭმელი, ადამიანების ვიზუალი. და შემდგომში როგორც კი სხეული ხვდება მსგავს ვითარებაში და მეორდება რაღაცა ელემენტები იმ პირველი კონფლიქტიდან, როდესაც მოხდა ეს განშორება, ის ყოველთვის გამოავლენს სხვადასხვა ფორმით ალერგიულ რეაქციას. ამიტომ უნდა ვემუშაოთ იმას, რომ ადამიანმა გაიაზროს, რომ ეს არ არის ადეკვატური, რომ ეს სხეული მიხვდეს, რომ არ არის ადეკვატური ამ დროს აი ამ განცდის ჩართვა, რაც იწვევს ალერგიას.